მთვარის პირველი ფანტაზია. ჩანახატის ავტორი ხატია ზარიძე, კითხულობს მწერალი აკაკი გაბრიჭიძე. საფხულის ერთ თბილ საღამოს მე ზღვის ნაპირას შეთქმულივით ფეხზე გავიხდი. თითქოს ჩემი და ბუნების ჩუმი კონტაქტი უბრალოდ უნდა შედგეს. მხოლოდ მე ვარ ამ ჩემს ნაპირას და ფეხებს ვიგრილებს ველი ემოციით. მე ფანტაზიასა და რეალობაში მოგზაური კოვბოი. სადღაც მზე ჩადის, ცეცხლისფრა დააბრიალა შორეული ჰორიზონტის ხაზი და ამ დროს ხერძე ბეთის დინებისგან გამორიყული ნახევრად მთვრალი დრუპატურის გაყრუებული მღერა. რომანტიკოსი, ფეხებარეული, ინფანტილური და სევდისა თუ მონატრებისაგან ერთდროულად მთვრალი კაცი მოდის. დიახ, კაცი, თვალები მუქი, ღვინის ალში ჩახარშული შავი კაკლებივით უჟუჟუნებს. თითქოს მასში ესესაა მომსად დაახლებული გემოს გლიტვეინი. მიღიმის მეძლევა გრძნობად, მე ჩემი პეპის მაგვარი გაცვეთილ მოწითალო ბათინგებთან ჩამოვჯდები. რაღაი არ დამცალდა ფეხით ჭუმპალაობა. კაფაზე ნესტიანი ქვიშა მეკრობა. დიდებს კი თბილ სველ სილაში ღრმად და ხანაც ზედაპირულად ვრგავ. ასევე თამაშები მიწას. ის კი მოდის, გვერდით იხრება ისევ გამაყრუებლად ბღავის, თავის მიუწვდომელ იმედგაცრუებულ სიყვარულზე. თუმცა ისე რომ ჩემს მკერდში თავის ჩადებაზე უარს არ იტყოდა. სახესე თითებს ვადებ და მისი ხმა რაღაც მომენტში იხშობა და ნაწილ ისმის. ზოგადად მაინც რა გამაყრუებლად მღერის იმედგაცრუებული კაცი. გვერდზე ჯდება მოძრაობის თავის თავად და ახლა უკვე ჩემსავით ზღვის ჰორიზონტს გახურებს. თითქოს შეიფხიზლა, თვალები მეტად გაახილა და წინ გადაშლილი სამყაროც უფრო დაინახა. მოკლედ პროცესია და მე კი ნაკლებად მაინტერესებს. მივცეთ სიჩუმის რამოდენიმე წამი პეიზაჟს. ყველაფერი ლაგდება. ბრმები ვართ. უძრაობა ყველაზე დიდი მოქმედება. ჩვენ არაფერს ვიზამთ. ჩვენ ყველაფერი უკვე ჩავიდინეთ. იმით რომ არაფერი ჩაგვიდენია. ცეცხლ წაგიდებული ღმერთი სხვაში იძირება და თავის მგზნებარე გულს ასე იგრილებს. თითქოს დიდი მხურვალება ნეტარების ნას დასასრულში გადადის. ჩემი და დრუბადურის თვალებში სხვადასხვანაირად ირეკლება სეცაც, სხვაც და ცეცხლის ბურთიც. ჩემი თვალები უდაბნოს გავს, მისი შავი გიშვის მარგალიტებს. რომ გაკოცო, გაქრევია რა. ვეკითხები უკვე აზრებ გაყოფილი კი, რადგან მე მთვარის პირველი ფანტაზია ვარ შენი ემოციური სამყაროს ერთ-ერთი აჩრდილი. შენ ნამდვილი
არ ხარ ხო? უკვე შეფხიზლებული გონება აკრობს, გრძნობას და მხოლოდ აზრებს ტოვებს, რომლებიც გამოსროლასაც ვასწრებ. მე ნამდვილზე ნამდვილი ვარ. მე მთვარის ჩამოღრილი ნათების პირველი წვეთი, ანუ ის, რომ შენს სხეულში იცვლება რაღაც, შენ შენს შიგნით იყურები. მაკოცე. მან მართლაც მაკოცა ბოლოს. მე კი პლაჟზე ჩაძინებულს ჩამავალი მზის თბილი სხივებისა და საღამოს გრილი ნიავის მზრუნველების ქვეშ გამეხვიცა. ჩემი დაბუნების ჩუმი კონტაქტი ისევ შედგა. ჩვენ შორის მომხდარი იყო რაღაც, რასაც ის იდუმალი და გარდამავალი წამი ინახავდა. მთვარის აჩილთან კოცნისას ჩემს გამოხვიცებამდე რომ მოხდა და არ მახსოვდა. წამში ჩაგეცილი ისტორია, რომელსაც ვერ გადავხსნიდი. ასეთ წამებს გრიფითს საიდუმლოადებს ხოლმე ჩვენი ქვეცნობიერისგან. ზუსტად ასეთ წამებში ვართ დამანული. ზუსტად მანდ ვიძებნებით რეალური ჩვენ, რომლებიც საკუთარ სამყაროს საკუთარ თავსაც კი არ ვუხსნით. სრულად ჩვენ ადამიანები თელს ცხოვრებას შიგნით ვატარებთ. იმდენად პატარები ვართ, რომ ჩვენ ჭიანჭველებივით და ვიარებით, დედამიწის სევით და იმდენად დიდები, რომ რასაც ვხედავთ, ყველაფერი ჩვენში ხდება.